სოფელ წილკანში ეს არის ის საცხოვრებელი სახლი, სადაც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დღეს ხელბორკილები დაადეს 30 წლამდე მამაკაც და ის არის ჩვენი ინფორმაციით ავთანდილ თათარაშვილი, ეს არის ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ვახო თათარაშვილის ძმა, რომელსაც საგამოძიებო უწყება იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს და გადაიყვანეს აქედან პირდაპირ წინასწარი მოთავსების იზოლატორში. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, სავარაუდოდ გაქცეული პატიმარი ვახო თათარაშვილი, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, ის 3 წლის განმავლობაში საპატიმროში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც მან ავერსის კლინიკიდან შეეცადა ის გაქცევას, გამოიქცა, სავარაუდოდ ის ჩამოვიდა წილკანში მისი მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა მისი ძმა ავთანდილ თათარაშვილი და თავდაპირველად მოვიდა ამ სახლში. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ 2 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ავთანდილ თათარაშვილს სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ, ის მის ძმასთან ერთად, ვახო თათარაშვილს, ის მის მასთან ერთად, ავთანდილ თათარაშვილთან ერთად თავს აფარებდა სწორედ წილკნის ტყეს, აი ამ პერიმეტრს, ამ ტერიტორიას, სადაც შემდგომ უკვე მოხდა მისი აყვანა. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ აქ სოფელში სამართალდამცველები მათ ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოჩენილები არ უნახავთ, თუმცა მათ აქვთ ცნობა დაკავებული პატიმრის ძმის შესახებ, რომელსაც გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება. მამა ცხოვრობს აქ ცალკე? და ძმები ქვემოთ ცხოვრობენ? რომ გამოიქცა ციხიდან. აქ იყო ამოსული ბიჭი? თუ როდის ნახეთ ბოლოს? 3-4 დღის წინ. ტყეში ხო არ იყვნენ გაქცეულები? არ ვიცი, ვერ ვიცი. პოლიცია აქ ამ სახლში არ იყო? ავთანთან? არ დაგინახავთ. და რამდენი ხანია რაც ის ციხეშია? ვახო. არ ზოგადად 3 წელი. როგორც იცით, ავერსის კლინიკიდან გაქცეული 3-ვე პატიმარი ნაპოვნია. ისინი უკვე დააკავეს სამართალდამცველებმა, ასევე ამ საქმეზე დაკავებულია საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც დაუდევრობას ედავება გამოძიება და დაკავებულია დღეს უკვე ამ დაკავებულთა წრეს შეემატა კიდევ ერთი პირი, ეს არის 30 წლამდე ახალგაზრდა ავთანდილ თათარაშვილი, რომელსაც ძმის გამო გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება. საგამოძიებო უწყებაში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურად არ საუბრობენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად გვიდასტურებენ ბოლო დაკავებას და არ გამორიცხავენ უწყებაში, რომ შესაძლოა ბრალდებულთა წრე ისევ გაიზარდოს.